სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. რწმენა საიდუმლოებაა, რომელსაც ვერაფერი გარეგანი ვერ ჩაანაცვლებს. რა თქმა უნდა, იაკობ მოციქული გვასწავლის, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია, მაგრამ აქაც საქმისადმი დამოკიდებულება იმგვარი უნდა იყოს, რომ რწმენის უპირატესობა არ დაიჩრდილოს ჩვენში. საქმეს რაც შეეხება, საქმის მიმართაც ისეთი საიდუმლოებრივი დამოკიდებულება აქვს წმინდა წერილს გახსოვთ, როგორ ამბობს უფალი, რომ რა არის ღვთის საქმე და საინტერესოა, ხო, როგორ ამბობს ღვთის საქმეა გწამდეს ღმერთი და რომელი მან მოავლინა იესო ქრისტე. ანუ საქმე არის ღვთის საქმეა გწამდეს ქრისტე და პავლე მოციქული გვეუბნება, რომ რწმენა არის უპირატესი. დღესაც სამოციქულოში ვკითხულობდით ამას და საქმით მართლდება ადამიანი, რწმენით მართლდება ადამიანი. ამიტომ იაკობ მოციქულის ეს ნათქვამი, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია, ასე მარტივად მისი გაგება არ შეიძლება. და აი რწმენის უპირატესობა, რომელიც თან საქმეც არის. თან საქმეც არის. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა არის ღვთის საქმე, გწამდეს ღმერთი და ვინც მოავლინა იესო ქრისტე. შეიძლება ასე ვთქვათ, რწმენა და საქმე სინონიმებიც კი გამოდის და მათი დაყოფა პირობითია, რომ ჩვენ რაღაც გავიოლოთ, გზა გავიკვლიოთ სულიერ ცხოვრებაში. ამას ასე სიღრმისეულად თუ არ შევხედავთ, ჩვენ ყოველთვის გვექნება ილუზია, რომ მოვწყვიტოთ ნაყოფი, შევჭამოთ და ამით ღმერთები გავხდეთ, ის რაც ადამიანს დაემართა. და ეს თლიანად ჩვენს რელიგიურ ცხოვრებაში გარკვეულ დახს ასვავს და იქნება პრობლემები. გახსოვთ, მე ერთად ქადაგებაში გითხარით, რომ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი ხანი შეიძლება სულიერად ცხოვრობდეს, გარკვეული გამოცდილებაც გააჩნდეს და ღვთისმეტყველებაში ცოტათი არ კვევდეს ამით უკითხულობს და მას რომ მისცე საშუალება, რომ თქვათ, აი ახალმოსული ადამიანია დაელაპარაკე და ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტე და აუხსენი, შეიძლება ელაპარაკოს ბუნებებთან ბრძოლაზე, განწმენდაზე, ზნეობრივ სრულყოფილებაზე, სასუფეველზე, თქვათ, აი ამ ტერმინით სასუფეველში, რომ სამოთხეში და სასუფეველში რომ უნდა შევიდეთ, გარკვეულ წესებზეც, მაგრამ შეიძლება თავარი ვერ ითქვას, რომ თავარი არის იესო ქრისტე. და მასზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და რომ ნებისმიერი სათნოება ეს თავისთავად არ არსებობს, არც ბნებების დამარცხება არის საბოლოო ჯამში შეუძლებელი, თუ ადამიანი ცოცხალია, არსებობს რელიგიური ტექნოლოგიები აღმოსავლურ სამყაროში, სადაც მედიტაციების საშუალებით ხდება ბნებების დადგუნვა, მაგრამ აქ არის სწორედ ეშმაკის დაცინვა, ბნებები კი იდგუნება, მაგრამ ადამიანში მოდის ყველაზე მთავარი ბნება, სულიერი სიამაყე, რომ შენ დაამარცხე ყველაფერი და შენ ღმერთის ტოლი ხარ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამგვარ სისტემებში პიროვნული ღმერთი საერთოდ არ არსებობს. და აი, როდესაც ადამიანს არ აქვს გაცნობიერებული ბოლომდე ქრისტიანობის არსი, შეიძლება ქრისტე გვერდზე დარჩეს და ქრისტიანობა წარმოაჩინოს როგორც ბნებებისაგან განწმენდის, ცოდვისაგან გათავისუფლების, ზნეობრივი სრულყოფილების რელიგია, რომელს საქმეშიც ჩვენ გვაქვს უამრავი შესაძლებლობა ეკლესიაში გარეგანი. ეს უკვე ქრისტიანობა აღარ არის. გახსოვთ მარიამისა და მართას შემთხვევა, როდესაც უფალი პრინციპულად წარმოაჩენს მარიამის მდგომარეობის უპირატესობას, მაშინ როცა მართას გარეშე ისინი მშივრები დარჩებოდნენ, გახსოვთ, ხო? მაგრამ ამით მართას საქციელი უარყოფა კი არ ხდება, მაგრამ წარმოაჩენს პრინციპულ უპირატესობას მარიამის მდგომარეობისას. და რას აკეთებდა მარიამი? არც თავის დას ეხმარებოდა, არც სტუმრების დანაყრებაზე ზრუნავდა, ესე შესჩერებოდა უფალს და მთლიანად ქრისტეთი იყო მოცული. კიდევ ვიმეორებ, ამის არასწორად გაგება არ შეიძლება, რომ მოყვა სიკეთე არ გაუკეთო, არ აჭამო, არ დააპურო და ასე შემდეგ. ხო, გესმით? აი აქ არის ზუსტად კიდევ ერთი თვისება ქრისტიანისა, რომ ქრისტიანი უბრალოდ მოაზროვნე კი არ არის, რომ რაღაცას ეს ყოფილა, მე ის ისე ყოფილა. ქრისტიანი ბრძენია, რომელიც ზუსტად ხვდება იმას, რაც წმინდა წერილში არის განცხადებული. როგორ ხვდება ნეტა ამას?
რანერად აკეთებს ამას? სიბრძნეზეც გვიწერია წმინდა წერილში. და თუ არა გვაქვს სიბრძნე, ვითხოვოთ და მოგვეცემა. და რომ სიბრძნე ესეც სათნოებაა და ესეც ქრისტეა ჩვენში. რომ ქრისტეს ერთ-ერთი ღმერთის ერთ-ერთი სინონიმი არის სიბრძნე ღვთისა. აი ამაშია საქმე, რომ თავისთავად ეს სიბრძნე ადამიანს ვერ შეიძლება ქონდეს, ეს თავად ღმერთია ჩვენში მყოფი. ჩვენი რწმენა არის ძალიან გასაფრთხილებელი და ის არის ყველაფრის საფუძველთა საფუძველი, შენი სულიერი ცხოვრების საფუძველთა საფუძველი. პავლე მოციქულის ამბობს ერთ ადგილას, რომ ყველაფრის დასაწყისი არის რწმენა. ნუ რწმენა თუ არ არის, არაფერზე საუბარი არ არის. ის რწმენა, რომელიც რწმენაზე ჩვენ ვსაუბრობთ და რა ის რწმენა, რასაც ჩვენ ხშირად რწმენას უწოდებთ. და როდესაც ეს რწმენა არ არის და საბოლოო ჯამში ვიცით ეს რწმენა არის პიროვნული კომუნიკაცია ღმერთთან. როცა ჩვენ ამ სიტყვას ვიყენებთ ხშირად პიროვნული კომუნიკაცია ღმერთთან, მე შენია ხოლმე რომ ეს სიტყვა გაუბრალოვდა. პიროვნული კომუნიკაცია ღმერთთან, პიროვნული კომუნიკაცია. უცებ რომ წარმოედგინო ეს რას ნიშნავს. გესმით, აი ეს უკიდეგანო სამყარო, რომელსაც მეცნიერები იკვლევენ და თვალი ვერ მიუწვდენიათ და ვერც მიაწვდენენ ვერასოდეს, იმიტომ რომ ხორციელი თვალით იყურებიან და ხორციელი თვალისათვის და ხორციელი ტვინისათვის აბსოლუტურად შეუძლებელია მისი წვდომა, ის იმდენად დიდი და ხორციელი თვალი და ხორციელი ტვინი არის შეზღუდული ზომაში, სივრცეში და დეტერმინირებულია და ეს იმდენად დიდია, როგორც ადამიანი ხო ოკეანეს ვერ გადაცურავს ესე რომ შევიდეს, აი რაღაც კიდევ უფრო დიდია. წარმოიდგინეთ, ხო იცით ახლა მეტნაკლებად ეს ინფორმაცია წვდომადია თუ რა რამხელაა სამყარო, ნუ ეს იმხელაა, რომ უკვე აღარ მნიშვნელობას აღარ აქვს, რამე დაემატება და აკლდება, ხო იმხელაა, გონება მიუწვდომელად დიადია. აი ამ ეს ყველაფერი იწევა, თითქოს აი გვერდზე გაიწია და ვინც ეს ყველაფერი შექმნა, იმასთან საუბრობ და თუ გაიაზრებ რა ეს საუბარი როგორია და რას ეუბნები, რაღაც თავხედობასაც გავს, იმიტომ რომ დადგები, ესე იგი, არ ვიცი, ცოდვებით სავსე ადამიანი, ჩემ თავზე ვსაუბრობ. მამაო ჩვენო ეუბნები. ვის ელაპარაკებ? მამაო. მოვედინ სუფევა შენი. იყავ ნება შენი და საერთოდ არც კი ვფიქრობ ეს რას ნიშნავს, ან მოვედინ სუფევა. წმინდა იყავ სახელი შენი გაცვლა. და ესე ყველა ლოცვას გადახედეთ. გესმით, რაზეა, რასთანა გვაქვს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კომუნიკაციაზე. მე ისიქასტური პრაქტიკა ავიღოთ. ჯდებით ხო, როგორც გვასწავლიან სიბნელეში, რომ ეს დრო და სივრცე დროს მაღვიძარას ვაყენებთ ტაიმერს, რომ დრო და სივრცემ ჩვენი გონება არ წაიღოს და აბსოლუტურ სიბნელეში ვზივართ, იქ გულზე გვაქვს კონცენტრირება, ვიცით რა, რომ უფალის შეხვდებით საკუთარ გულში და მარადისობაში გასასვლელი, მარადისობა იგივე ტრანსცენდენტულში გასასვლელი გულიდან არის და მოუხმობთ უფალო იესო ქრისტე შენ, უფალო იესო. კარგია, სწორია, ეს არის. დიახ, ეს ტექნიკური მხარეა, ასე უნდა ვაკეთოთ. მაგრამ მე როგორი განწყობა გვაქვს ხოლმე? მამა ლოცულობ და რაღაც ვერ ვგზნობ. გესმის და თან ამ ლოცვის პრაქტიკასთან ერთად კადნიერებაც გვაქვს. როგორ ეხლა მე ამდენი ხანია, ამდენი წელი მოუხმობ და რატო არ მელაპარაკება? სად არის? გესმით? აი ჩვენ დამოკიდებ და ვიზე ვლაპარაკობთ, ხო წარმოგვიდგენია? და ვიზე ვლაპარაკობ და სად გვინდა მასთან შეხვედრა, ხო? დიახ, ეს არის ქრისტიანული სწავლება. დიახ, ეს არის ღვთის უკიდურესი დამდაბლების ერთ-ერთი გამოვლინება, რომ აქ ზუსტად, დიახ, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება ნახე, როგორია, როგორი პრეტენზიულები ვარ. როგორ გვინდა ეს და გვინდა პრეტენზიულად. აი აქ კიდევ ერთხელ წარმოჩინდა სიმდაბლის უნიკალურობა, რომ ამას თუ არ გაიაზრებ, სად ხარ და ვინ ხარ და ვის ელაპარაკები და რა მადლიერებით გამშვალული იყო. მაქვს მადლიერება ადამიანი თქოს, ბიჭო, მადლიერება რომ მქონდეს აი ამ დიაპაზონის გარღვევისთვის, რომ ღმერთმა გაარღვია ჩემთვის, გაარღვია ღმერთისთვის რა პრობლემაა, მაგრამ ჩემთვის რომ გახსნა ეს და ამის გამო რომ მადლიერება მქონდეს, მე განა იესოს სახელის ერთ გახსენებაზე ცრემლად არ დავიღურებოდი.
არ დავდნებო ეგოს იოსების სიქასტე ამბობს მადლი და ამას სილვანა თონელის ამბობს იმისგან დამოუკიდებლად მადლი შეაჩერე დავდნები გესმით ჩვენ მადლის მიმართ უგზნობნი ვართ როგორც პირუტყვნი როგორც ღორი ვერ გზნობს საფრთხო მათ ისე ვერ აგზნობ ჩვენ გესმით აი ესეც ხომ არის ამიტომ ეს პრობლემა რა ჩვენ გვაქვს თუ არ იქნა გაზრებული გინდა არ გინდა რაც არ უნდა კაი განათლება გქონდეს თეოლოგიური რაც არ უნდა ვემორჩილებოდეთ ეკლესიის წესებს გარეგნოს იმდენად ჭკვიანი ვარ რომ ხვდები რომ ეკლესია ქრისტეს დაარსებულია და არ შეიძლება რომ მას არ დავემორჩილო და განათლებაც გვაქვს აი რაც არ უნდა კაი დადებითი თვისებებით შემამკო თუ აი ამ პრობლემას ასაც მე ვსაუბრობ ვერ გავითვალისწინებთ აუცილებლად მოხდება ის რომ ჩვენი ბუნება ეცდება აი ღმერთთან კომუნიკაციის არარსებობა რომლის გადაფარვას ჩემი თავხედობით და რაღაცებით და გარეგანით ვცდილობ ეს დეფიციტი რაღაცით შეივსოს და ეს რაღაცა არის ის სუროგატი რომელიც საშიში ხდება სულიერი ცხოვრებისათვის და ამიტომაც ამ დროს ადამიანი ძალიან მიდრეკილია რომ ხიბლისაგან ეხლა თა როგორ ადამიანზე ვსაუბრობ იმ ადამიანზე რომელსაც გაცნობიერებული აქვს რომ ქრისტე არის ცხოვრების ერთადერთი საზრისი ანი და ხოე ჩვენი ყოფიერების ამიტომ ცდილობს გულმხურვალე იყოს თორე ვინ ზედაპირული ამას არანაირი ხიბლი არ ემუქრება ზედაპირულ ადამიანს იმიტომ რომ ის ისე დიდ ხიბლში იმყოფება რომ აი ესე ზედაპირული რელიგიურობით ცხოვრობს და ნუ არა როგორც არის და უხარია და რა ხა ადამიანს ზოგს სასმელი უხარია ზოგს კაი საჭმელი უხარია ზოგს რა უხარია რაღაცა რელიგიურობა უხარია ეს არაფერს ნიშნავს მაგრამ როცა ადამიანი აცნობიერებს რომ ქრისტე არის ყველაფერი და ცდილობს იყოს მასზე კონცენტრირებული აი ხიფათი აქ იმალება რატომ იმიტომ რომ ჰეშმაკმა დაინახა რა აი ამას უყურე ამას გადარჩენა უნდა ამას ქრისტესთან ყოფნა უნდა და ის იწყებს მზაკრულ შემოქმედებით ბრძოლას შენს წინააღმდეგ და ცდილობს და რასაც თეთრ ლაქებს ეძებს შენში და იმას თავისით ავსებს და აი აქ გვინდა სწორედ ის სიბზნე რომ არ მივცეთ მას საშუალება ჩვენი დეფიციტი რომელიც ღმერთთან ურთიერთობიდან გამომდინარეა რაღაცით შეავსოს და რა თქმა უნდა აქ როგორც ხშირად ვამბობთ ერთადერთი გამოსავალი ეს არის უკიდურესი ქრისტესდარი სიმდაბლის სათნოების მოპოვება ჩვენში სხვა შესაძლებლობა ადამიანს არ აქვს ანუ გრძალვით იყოს საიდუმლოებასთან რომელიც სასაც ეკლესია გვთავაზობს ეს ლოცვა იქნება ეს მარხვა იქნება ეს მოყვასთან ურთიერთობაც საიდუმლოება ეკლესიაში იმიტომ რომ მე მოყვას უყურებ როგორც ბიოლოგიური ინდივიდს არამედ როგორც ქრისტეს ხატს და ჩემი ბუნების ნაწილს გესმით ჩემ ძმას ჩემ დას რომელთანაც მე არა მარტო ბიოლოგიური ერთობა მაკავშირებს არამედ ქრისტეს სისხლი და ხორცი მაკავშირებს და ამავე დროს მე უყურებ მას ადამიანს რომლისათვისაც ქრისტე მოკვდა ესეც საიდუმლოება აღარ ვლაპარაკობ ლოცვაზე და ზიარებაზე ხო გესმით აი აქ გქონდეს უკიდურესი სიმდაბლითი დამოკიდებულება იმის გააზრება თუ სად ვარ როგორ ვარ და სად არის ჩემი ადგილი და რა განწყობა უნდა მქონდეს ყოველივე ამის მიმართ და ასე დროს მე არაფრით აღარ ვცდუნდები ეს საცდური საიდანაც არ უნდა მოდიოდეს იქიდან სადაც მათემახარებელში გვეუბნება უფალი ეგზალენით სრულ წინასწარმეტყველთაგან რომელნი მოვიდოდიან თქვენ და სამოსლთა ცხოვართა და ხოლო შინაგან იყვნენ მგელმტაცებელი ხლა ეს ადამიანი იქნება რომელიც ცხოვარი სამოსლით მოვა და მგელი იქნება თუ შავი ანგელოზი იქნება სინათლის ანგელოზის სახით როგორც პავლე მოციქული ამბობს და თუ ეს იქნება მაცდური გულის სიტყვა რომელიც სიმართლე მეგონება ამას ხო პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს და ჩვენ რომ მუდმივად ვცდუნდებით სად ჩანს დავუბერდით ეკლესიაში და ვერადავერ გადავიქეცით ღვთის ტაძრად, ვერადავერ ვანათებთ, ვერადავერ ვწყინავთ, ვერადავერ ვართ მარილი ამას სოფელს. აი ნაყოფი და ვერადავერ გვიყვარს მოყვას ისე როგორც უნდა გვიყვარდეს. ვერადავერ ვემსგავსებით ქრისტეს ჩვენი სათნოებით. ამიტომ ეთყობა ჩვენ მუდმივად რაღაც ვიღაცა გვაცდუნებს და ეს ვიღაცა ან ადამიანია ზოგ შემთხვევაში რომელიც თავისი არასწორი ცხოვრების წესით გვაცდუნებს ან არასწორი სიტყვით, არასწორი რელიგიულობით, არასწორი მოძღვრებითაც
და ან კიდე თავად ეშმაკი და საკუთარი გულის სიტყვები. ერთ-ერთი პრევენციული ზომა რის რომ ამ ყველაფრისგან თავი დავიზღვიოთ არის აი ეს ყოველმა ხემან კეთილმა ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმა ნაყოფი ხენეში გამოიღოს და ყველაფრის სანამ რაიმე შევაფასე, ვიღაცის სიტყვა შევაფასე, რაღაცა მოვლენა შევაფასე, საკუთარი გულის სიტყვა შევაფასე, საკუთარი აზრი შევაფასე. როგორ უნდა შევაფასო? ნაყოფით თუ არ ვაფასებ რაღაცა მოვლენას და რაღაცა მოქმედებას, ხო? იცოდეთ რომ ყოველთვის შევწდებით და ნაყოფი რა ნაყოფია საუბარი? ნაყოფი, რომელიც ქრისტეს სახარებასთან იქნება თანხვედრაში. თუ ნაყოფი ქრისტეს სახარებასთან თანხვედრაში არ იქნება, ესე იგი ის ქმედება და ის აზრი და ის მოსაზრება და ის გულის სიტყვა და ის საქციელი არ არის ღვთისათვის სათნო. ჩვენ ამას ხშირად არ ვაკეთებთ. გახსოვთ მე წინაზე გითხარით ისააკ ასური როგორ ამბობს. ეს უნდა გაკეთდეს რა სიხშირით, აი როგორც ისააკ ასური ამბობს. ყოველი ნაბიჯი ამგვარად უნდა გაკონტროლდეს. თუ ვიტყვით ეს რთულია, ოღონდ ვისთვისაც ქრისტიანი და ხო არ არის. იმისთვის, ვისაც არ უნდა რომ ქრისტე უყვარდეს, ხოლო ვისაც უნდა რომ ქრისტე უყვარდეს, მისთვის ნეტარება ყოველი ნაბიჯი ქრისტეს მიუძღვნას. გესმით? აი წმინდა წერილში არის ხო ეს ხშირად არის ეს ამგვარი სიტყვები რომ პავლე მოციქულს ძალიან ბევრჯერ ახასიათებს ესეთი რაღაცა რომ აი რომელთა მიმართ ეპისტოლეში მე ზუსტ ციტირებას ვერ მოვიყვანს ერთ ადგილას საოცარი სიტყვები აქვს რომ აი მთლიანად რო უძღვნი ღმერთს საკუთარ თავს მთლიანად ბოლომდე ხო წირვაც ამის გაწირვაშიც არის ამის გამოხატულება ხშირად ბოლომდე ხო და აი ეს ცარიელი სიტყვები რომ არ იყოს ხო უნდა ვლინდებოდეს ბევრ რამეში და მათ შორის ამაში რომ ყოველი შენი ნაბიჯი გადაამოწმე აბა უფლის სახარებასთან თანხვედრაში არის თუ არ არის ეს ფაქტორი რა გამოვეცით ეს რომ შეძლო ეს არის რომ მთლიანად შენი ცხოვრება მიუძღვენი უფალს ბოლომდე და აი აქ სურათ დაიწყება ის ღვთისნების აღსრულება შენში იმიტომ რომ არც ერთ ნაბიჯი ხო ხვდებით ფიზიკური ნაბიჯი კი არ იგულისხმება თუმცა ეს ხანდახან მნიშვნელოვანია. არამედ ჩვენი ყოფიერების მოძრაობა იგულისხმება ზოგადად. ხო და ნაყოფთაგან უნდა ვიცნოთ ჩვენი თავით, ჩვენი საქმეები, ჩვენი აზრების და ისინიც რომელიც ჩვენში შემოდიან. და ის რომ გარეგანი რელიგიურობა და თქვათ ლოცვითი ცხოვრება შეიძლება გქონდეს ეს ჯერ კიდევ არაფერს არ ნიშნავს. ჩანს იმ წამსვე უფლის სიტყვებიდან, იმიტომ რომ აი ამ ნაყოფზე და რო ვიცნოთ და რო სიმბრძნე გჭირდება ამაზე რო გვესაუბრება, უცებ მე აგძელებს არა ყოველმა რომელმან ქვას მე უფალო და შევიდეს იგი სასუფეველსაც სათასა, არამედ რომელმან ყოს ნება იმ ამისა ჩემისა ზეცათაისა. დიახ, ჩვენ შეიძლება იყო მლოცველი, გარეგნულად მაზიარებელი ეს ეკლესიური, ასაც კი უფალო მლოცველი. მაგრამ ღვთისნებას არ ასრულებდი. ანუ შენ შეიძლება ლოცულობდე, მაგრამ ღვთისნებას არ ასრულებდე. ხო, მამაჩუროზე ხშირად რო გვითქავს, იყავნება შენ, დალოცილო, ერთხელ მაინც ხო უნდა ჩაუღმავდა ეს ღვთისნება რა არის, რომ აღასრულო, რომ ამბობ იყავნება შენი და არ უნდა აღასრულო? პროსტორად შენ ითხოვ რომ ღმერთი დაგეხმაროს მის ნების აღსრულებაში, მაგრამ შენ ხო თანამონაწილე, თანამუშაკი უნდა იყო და ხო უნდა გაიაზრო და ხო უნდა იცოდე და ღვთისნების გამოცდილება ეს ადვილია არ არის, რთულია. მაგრამ ისეთ საიდუმლოებაა. როგორია ხა ღმერთის გესმით ღმერთის ნება კი არა გას. შენს გვერდზე რომ დაბერდა ადამიანი იმას რა უნდა ის არის ხშირად და შენ საკუთარ თავში ისეთ სიურპრიზებს გიწყობს ექსტრემალურ სიტუაციაში შენ რა გინდა ის არიცი და ამ დროს შენ ფიქრობ რომ ღმერთის ნება იცი? და თუ არ ეცადე, თუ არ ვინც ეძიებდეს პოვოს და თუ არ ეცადე რომ ეძიო, როგორ იპოვი? გესმით? და ამ დროს ეს გულახე იყავნება შენი. და რა თქმა უნდა ეს სიტყვები, ლოცვის სიტყვები ნულოვანია მისი მოქმედება ჩვენზე, ეს უკეთეს შემთხვევაში. ამიტომ უფალო და ჩემნებას არ ასრულებო და აბა როგორ შეხვალო სასუფეველში გეუბნები. და მე ასეთი ადამიანი რელიგიური ცხოვრებით, ესე იგი, დატვირთული და თვითკმაყოფილი, მე აი კატასტროფა, მრავალთა მრქვან მე მას დღეს საშინა. უფალო. არა სახელითა შენი თავ წინასწარმეტყველებდი. თუმცა წინასწარმეტყველებად შემეძლო, ესეთი რელიგიური ცხოვრება მქონდა, გაფაქიზებული მქონდა სულის შინაგანი რაღაც ისინი სენსორები და რაღაცა სიმბრძნით, გამოცდილებით, რაღაცებით,
ხო, თან ღვთის ხატი ვარ, ჩიტი თუ არ არის ღვთის გარეშე, არც ერთი ბეღური არ დავარდება ღვთის განგებულების გარეშე. თუ ჩიტი არ დავარდება, ისე მე, რა თქმა უნდა, მადლის გარეშე არა ვარ და აი რაღაც ჩემმა რაღაცა სულიერმა ფსიქოლოგიურმა რაღაც ესეთ რაფინირებულმა ცხოვრებამ რაღაცები ვიწინასწარმეტყველი. სახელითა შენითა ეშმაკი განვასხენით. რა ვიცი, ვილოცე განიკურნა, რაღაცა კარგი მოხდა რა. გესმით რა, რაღაცა ეკლესიაში ვარ, მადლის ქვეშ ვარ და ეს ყველაფერი და სახელითა შენითა ძალნი მრავალი თქვენი სასწაულებიც კი მოვახდინეთო, თქვენ მეტყვითო და ამ დროს უფალი გვეუბნება, მას ჟამსა ვქვა მათ, ვითარმეთ არა გიცნით თქვენ განმეშორენით ჩემგან. და არა მარტო ამას ეუბნება, არა გიცნით თქვენ განმეშორენით ჩემგან, ანუ მე თქვენ არ ვინ ახარ, რას წარმოადგენ? რა პრეტენზია, ესე იგი შენ ნახე რა პრეტენზია გაქვს, რომ მე სასწაულებს ვისეუნები, ღმერთს. ღმერთს ეუბნები, რომ მე სასწაულებს ვახდენ. და აი ეს განწყობა გაქვს რა და ამიტომ ამას კი არ გეუბნება მარტო განმეშორენით ჩემგან, იმიტომ რომ კომუნიკაცია არ არის შემდგარი. თქვენ შორის ის უფსკული დარჩა, რა უფსკულიც იყო. არამედ უფრო აგზელებს. განმეშორენით ჩემგან ყოველი მოქმედი უსჯულოებისანი და ეს საოცრება, უსჯულოება ცოდვაა წმინდა წერილის განმარტებით. ანუ ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, წმენა აქვს, სასწაულებსაც კი ახდენს, ისეთი წმენა აქვს და ამ დროს ცოდვაშია. თითქოს გარეგნულ ცოდვებს არ ჩადის, იმიტომ რომ უსჯულოება არის ცოდვა წმინდა წერილი გვეუბნება. და უსჯულო განმეშორენით ჩემგან უსჯულოება მოქმედო უსჯულოებისა, რომ განმეშორენით ჩემგან ცოდვილნო, ვისეუნება მორწმუნეებსეუნ. და ეს სიტყვები წმინდა წერილისა არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არ მოვდუნდეთ და არ გვეგონოს რაღაცა, როცა ის რაღაცა სინამდვილეს ჩვენთან არ არის. და ეს ყველაფერი, ეს ამგვარი საუბრები, იმიტომ კი არ არის, რომ დავიდგუნოთ, არამედ იმიტომ არის, რომ გამოვფხიზლდეთ. მე ვახსოვს, რამდენჯერმე ესე მithქვავს, რომ წმინდა წერილი არ ამშვიდებს, ქადაგებამაც არ უნდა დაგამშვიდოს, არამედ უნდა ცივი წყალი გადაგასხოს და გამოგაფხიზლოს. და უთქვიათ, რომ როგორ არა კაცო, აბა ღმერთი არ ამშვიდო, ღმერთი როგორ არ ამშვიდებს, აბა ღმერთია სიმშვიდე და მაშინ ღვთის სიტყვაც სიმშვიდეს გაძლევს. ოღონდ ის სიმშვიდე, რომელ სიმშვიდეზეც შეიძლება ახლა გავაკეთოთ აქცენტი, ის ეგზისტენციალური სიმშვიდეა, შენში ქრისტეა. ხოლო როცა შენში ქრისტე არ არის, კი არ უნდა დაგამშვიდოს, უნდა ცივი წყალი გადაგასხას და გამოგაფხიზლოს. იმ საღათა ზილისაგან, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ნუ გძინავს, მძინარავ, გაიღვიძე, ამ სიტყვებით რო ამბობს. ხო და ამიტომ ესეთი გამოფხიზლება წმინდა წერილისეული არის არა იმიტომ რომ დავიძრუნოთ, არამედ ჩვენ ყოველას ჩვენი ძილები გვაქვს რა, იმ ძილებიდან რომ გამოვფხიზლდეთ. იმიტომ რომ დრო ცოტა გვაქვს, საქმე ბევრი, დროის დინარება უფრო ჩქარა მიდის, ვიდრე ჩვენი სვლა ქრისტესკენ. გვისწერებს დრო, ეს ძალიან ცუდია. ჩვენ უნდა, ანუ ეს ნიშნავს, რომ დინებას მიყავხარ უკან. ეს ჩვენ უნდა დავძლიოთ დროის დინარება და უფრო ჩქარა უნდა ვისწრაფოთ ქრისტესკენ, ვიდრე მდინარება, დროის დინარება მიდის, იმიტომ რომ დროის დინარება ჩვენ ბიოლოგიურ სიცოცხლეს ბოლოს მოუღებს და წავდგებით პასუხისგებელი სამჯეროს წინაშე. აი ეს. ამიტომ მადლობა ღმერთს თუ გვაფხიზლებს და მოგცეს ძალა უფალმა გამოფხიზლებასთან ერთად მოგცეს იმის ძალა, რომ ეს ყველაფერი დავიტიოთ, აღვასრულოთ. და რა თქმა უნდა კიდევ ერთი პირველი სათნოება, რომლის გარეშე სხვა არაფერი არ გამოვა, ეს არის სიმდაბლე. გავიაზროთ, ვინ ვართ, ვის ველაპარაკებით, შესაბამისი მადლიერებით აღვივსოთ და მადლიერებიდან გამომდინარე ჩვენი სიმდაბლე კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და ჩვენი გულიც გაიხსნება ღვთისნების აღსრულებისათვის, ანუ განიწმინდება და რაც მეტად განიწმინდება, მით მეტად ვიხილავთ ჩვენს სათაყვანებელ უფალს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.